შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს სამსახურებრივი უფლებამოსილება. ამ მოთხოვნით დღესაც შევიკრიბეთ ჟურნალისტები შინაგანი საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან. ეს ბათუმია, სადაც დღესაც შეიკრიბნენ ჟურნალისტები იმისთვის, რომ მოითხოვონ ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება. საუბარია ბათუმის პოლიციის უფროსზე, რომელიც არა ადამიანური და დამცირებელ მოპყრობაში ამხილა მზიამაღლებელმა გამოცემა ბათუმელების თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, რომელიც ეხლა წინასწარ პატიმრობაშია. მზიამაღლებელი არ არის ერთადერთი, რომელიც ლაპარაკობს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, არა ადამიანურ მოპყრობაზე. მზიამაღლებელმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ მიაყენა შეურაცხყოფა, სახელში შეაფურთხა და ასევე ჩვენ მანამდე ვნახეთ ვიდეო მტკიცებულება, ვიდეო კადრები, თუ როგორ აგინებს მზიამაღლებელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ასევე ემუქრება სისხლით დავიჭრა, ასეთი ფრაზა ჟღერდება კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან. საგულისხმოა, რომ მზიამაღლებელი არ არის ერთადერთი, რომელიც ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს ამხელს ძალადობაში და არა ადამიანურ მოპყრობაში. საპროტესტო აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი ერთდროულად ყვება იმის შესახებ, რომ დაკავების შემდეგ მათზე ირაკლი დგებუაძე იძალა და მაგალითად ბათუმელების საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ დაკავებულ მალხას ირაკლი თავში ვაჯერ ჩაარტყა ირაკლი დგებუაძე. მზიამაღლებელი ჟურნალისტია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოგება, ის კისოსებს მიიღმა, მას პოლიციაზე თავდასხმას ედავება გამოძიება. უფლებადამოსილები კი მიიჩნევენ, რომ ეს პატიმრობა არის პოლიტიკური და მისი პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ნანა კვაჩაძე აკეთებს გამარჯვებას ბათუმელების რედაქტორი, მოდი მოვისმინოთ მისი კომენტარი. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს მის უფლებამოსილების შეჩერებას. გარდა ამისა, დაკავებულები, რომლებიც პოლიციის ამ შენობაში შეიყვანეს, აცხადებენ და საუბრობენ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, უფრო მინდა რომ დავაზუსტო ეს ყველაფერი. საუბარია შეფურთხებაზე, დინებაზე, ცემაზე. ამის შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი უბრალოდ ვერ უნდა დაარჩეს პოსტზე და უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება, მანამ სანამ არ ჩატარდება გამოძიება და გამოკვლეული არ იქნება აბსოლუტურად ყველა ფაქტი. მოთხოვნა არის სამართლიანი და აუცილებელიც. მადლობა. ეს ნანა კვაჩაძეა, ბათუმელების რედაქტორი, რომელიც საუბრობდა ამ მოთხოვნის შესახებ, რატომ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსად. გავისურვებთ ინსტანციას ხვალდეს. ეს არ შეწყდება, მანამ ვიდრე არ განთავისუფლდება მზიამაღლებელი, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი ამ რეჟიმის, რომელიც უკანონოდ გაარკვევა პუტინის და ივანიშვილის მოსვენეთ ასლან ჯანგიძეს თავისუფლად ერთსამ თავიდან რა სისხლის ასეთი ტრანსპარენტული ჭირავს ასლან ჯანგიძეს ხელში ხელისუფლება უყურებს ყველა გვარს გადაკვეთა და ყველაფერზე მიდის რომ ხელი შეუშალოს ნებისმიერ მედიას საქმიანობაში ჟურნალისტებზე თავდასხმა სხვადასხვა ცენტრალურ მედიებზე სხვადასხვა პრობლემების იმისა რომ ბეჭდზე გადარჩენ ამ შემთხვევაში ალიყურის გამო მზიამაღლობის დაკავება და ესეც გამოწვეული იყო იმ ძალადობით, რაც მის მიმართ ხორციელდებოდა და სხვა დაკავებულების მიმართ ხორციელდებოდა პირველი დაკავების დროს და შემდეგ აბსურდული ბრალდებების წარდგენა და გამოყვანა ჟურნალისტების როგორც ზონდერების, ამას პირდაპირ ხედავთ ნებისმიერი ინტერვიუს დროს, როგორ ექცევა საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, როგორ დევნიან. მთელი სისტემა ჩართული იმისათვის, რომ დააშინონ ყველა გუშინდელი ფაქტები იმისაც მოწმობს, რომ დააკავეს ორი ახალგაზრდა და ტრანზიტული ნომრებით და
არაპოლიციელებმა, იმიტომ არანაირი ფორმა არ ეცვა და ახლა მარტივი კითხავ, მე თუ თავს ვიღაცა მესხმის, მე თავი უნდა დავიცვა. მე არა ვარ რა ვიცი ნათელმხედველი რომ გავარკვიო რომ ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიან პოლიციელები, როდესაც ყველანაირ კანონს არღვევენ, იმიტომ არც წარდგენა ხდება, არც ფაქტების დასახელება რის გამოიყენებენ და ფაქტი იმისა რომ ძიამაღლობელი 4 საათის განმავლობაში არ დაიშვებოდნენ ადვოკატები, ფაქტი ისაა რომ ვიდეო ჩანაწერიც არსებობს როგორ იქცეოდა თავისუფლება რეჟიმის გაბოაძე და დღემდე არ ვიცი პროცესები გამართა ამის შემდეგ ფაქტი ისაა რომ სერატონში ჯერ ვიაქორიძეს დაესწრა შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღემდე არ ვიცით მაგალითად იგივე ბატონი ირაკლი მალვანიძეს მიმართ ან თითო სამხარაძეს მიმართ აღიძრა თუ არა რაიმე დევნა ან გამოკითხვაზე თუ იმყოფებოდნენ, იმიტომ რომ ყველა გაჩუმებულია და უკვე აღმოჩნდა რომ გახარიას მიმართ აპირებენ სისხლის სამართლებრივ დევნას და მე მგონი ზვიათქორიძე იქნება შემდეგი, რომელზეც ითქვია რომ ზვიათქორიძემ დაესხა თავს და ამ შემთხვევაში ბიზნესიც როგორ იქცევა, როდესაც ჩვენოტონით ჩანაწერებს არ აძლევს, დაზარალებულებს, ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ რამდენიც არ უნდა ისაუბროს რუსულმა ხელისუფლებამ, რომ რაღაცა დემოკრატია არსებობს ქვეყანაში, ეს არის ფარსი. მათი ნებისმიერი განცხადება არის სიცრუე, იმიტომ არალეგიტიმური ხელისუფლება უკვე დაამტკიცა, რომ არის ძალადობის მიმდევარი, იმიტომ ყველაზე ძალადობა. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჟურნალისტი. წინა შემთხვევაში თუ კი არ დაისჯილა არავინ არცერთი სამართალ დამცველი თავისი ძალადობის გამო, ამ შემთხვევაში ფაქტები რაც ასახელებს იგივე ზიამაღლობელი ან სხვა პირები, როცა სიტყვებიან, გამოცემა დაიწყო თუ არა საერთოდ საგამოძიებო სამსახურმა, ჩვენ არც კი პრობლემა ამას ასახება, გამოიწყო ირაკლი გებუაძე. ჩვენ მხოლოდ ერთი ვიცით, რომ ზიამაღლობელი საკუთრებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით ზიამაღლობელის პირველი დაკავების შემდეგ ზიამაღლობელი შეესწრო როგორც ხსენდნენ და შეურაცხყოფას აკონებდნენ იგივე ჩვენ მეტროშეს და სხვა დაკავებულებს. ეს ყველაფერი და შემდეგ რომ გამოვიდა როგორც შევარდნენ და ზიამაღლობელის გვერდზე მდგომი ადამიანები, რომელიც ეს კიდევ ახლოს გავარ პოლიციის შენობასთან, როგორც შევარდნენ და როგორც დაიწყნენ იქა შეურაცხყოფა და ძალადობა იგივე. გამოძიება არც კი იწყება ეს რაც ანუ ეს ინიშნავს რომ თავისუფლ ძალადებს ხელსაყრელობები ზონდერები, რომელიც სახეზეც არის ცნობილი, აი გაფიცვის დროს, როდესაც დაესხა მერიის თანამშრომლები, ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები, რომელიმე დაკავებული არის, რომელმაც გაისროლა ერთ-ერთმა გუშინ იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პარტიის პოლიტიკური პარტიის ლიდერს დაესხა იქ ლაპტოპებს რაც საკუთარ მოძალადებს იცავენ, იმიტომ რომ მოძალადე ხელისუფლების სხვაგვარად არ შეუძლია და არა მარტო არის ეს ტიპუსკები და ზონდერი, ჩვენ ხედავთ რომ დეპუტატები არიან მოძალადები. კი ბატონო, შერატონში იგივე ბატონ დიმიტრი სამხარაძე შეიძლება გაუძრა სამართლიანობას, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ საული აბუდაბიში იქაური სამართალდამცავი სისტემა და იქაურ სასამართლო უფრო სამართლიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეგრეთ წოდებული სიტყვის თავისუფლება არის დაცული, პრესა თავისუფლებად მოქმედებს და ჩვენ ხედავ რომ ყოველ წუთში ჯაბა ჟურნალისტები, აი თქვენ და სხვაები კითხვის დასვრის გამო მოღალატეები ხდებით, შეიძლება შეურაცხყოფა მოგაყენონ, შეიძლება არ ვიცი გაგლახონ და ამ შემთხვევაში დამნაშავედ მაინც თქვენ იქნებით, იმიტომ თქვენ ასრულებთ თავის აი გურამ მურმანიძეს ფაქტს, რომელმაც განაცხადა რომ ვარ ბათუმელების ჟურნალისტი, აი ამის გამო დააკავეს. მეორე ბათუმელების ჟურნალისტი, რომელმაც თქვა რომ პრესა ვარ, ის დაანთავისუფლა. მასაც რომ ეთქვა რომ ბათუმელების ჟურნალისტი ვარ, იმასაც დააკავეს. მერე ვნახეთ სასამართლო პროცესზე როგორ ცდილობდა პოლიციელი, მიუხედავად იმისა რომ კადრებიც არსებობდა და ამით დასტურდებოდა რომ ის დაკავების მომენტში არ იყო. მოსამართლე მაინც დაერთო ამ სრულ ჩვენებას, როცა პოლიციელები ამხილა პრაქტიკულად გურამ მურმანიძემ გაუშვა აი სასამართლოს დომაზე. მე მგონი ყველა ეს მოძალადე, ყველა ეს მოსამართლე, სამართლიანი სასამართლო პირობებში უნდა გასამართლენ და პასუხი აგონ თავის ქმედებებს. მე არ ვამბობ რომ ყველა აუცილებლად ციხეში უნდა გავუშვათ, მაგრამ ყველა უნდა აი ყველას უნდა დაეკისროს სამართლიანი პასუხი. არ შეიძლება რომ ესე გაგრძელდეს. მაგრამ
იმიტომ არიან რომ მორჩილებაში არიან ერთი პირის მიმართ რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებენ და ესენი რა ვიცი საკუთარი კეთილდღეობის გამო მზადარიან ქვეყანა დაწესებულიყო. მადლობა, ეს ასანჯარიძე იყო თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ის პირდაპირ ეთერში. ის ასაბუთებდა თუ რატომ არის დასაბუთებული, როგორი დასაბუთება მისთვის ის რომ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება პოლიციის უფროს. მას მოგესალმებით გაზირე ხვიაშვილი ჟურნალისტი. თქვენი დასაბუთება არგუმენტები არის, რატომ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მათთვის პოლიციის უფროს, ირაკლი გებუაძეს. Ну, ფაქტია, ჯაბა რომ ამ ქვეყანაში, სადაც ისედაც სამართალი არცად არ არის და მით უმეტეს ამ ეგრეთ წოდებულ სამართალდამხმარ უცხებებში, ვიცით რომ ყველანაირად იქნება კანონი, ისინი პროვოცირებენ, თვითონ აყენებენ შეურაცხყოფას უახლოეს მისცემად მოქალაქეებს, მათ შორის მედიას, ისედაც არ ხდება საქმის გამოძიება, ხო? კანონის ფარგლებში ისედაც სასამართლოებში ადამიანები არ არიან დაცული და მით უმეტეს უწყება, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი სამართლიანი პრეტენზიები. ბოდიში როგორც ხდება, მსვლელობას იწაპირებენ ასევე ჟურნალისტები უკვე ამ სამართლოს შერევიდან თან ვისაუბროთ, ჩვენ გავაკეთეთ საუბარი, დიახ, ისმენ. და თან ახლა თქვა ვიცით რომ გამოძიების დროს აუცილებელია რომ გამოიციხოთ ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ დასავლეთ პერიოდში, სადაც ხდებოდა როგორც ყოფია შიგდან გამოსულები, ხო, რაღაცა შეურაცხყოფა, ძალადობის ფაქტებს ხონდა ადგილი. ახლა იმ თავისთავად ეს არის ემოქმედება, ხო, ისინი თავიანთ ხელმძღვანელის წინააღმდეგ არ მისცემენ არანაირ ჩვენებას, ხო, ასეა. რომ შეუჩერდეს, მე არ მაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მოხდომას ვერთებ, თუნდაც დაუჩერდეს. თავისთავად მოლოდინი და გაცდა რომ სამართლიანად ასე ძლიერი წვიმის და ქარის მიუხედავად დღეს მაინც ვიკრიბებით ჟურნალისტები. ხო, უკვე მეოთხე დღეა თორცდებით და პრაქტიკულად ყველა დღე ვიკრიბებით ჟურნალისტები ამ მოთხოვნით თავისუფლება მზიას და რომ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი გებუაძეს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს შემართება, რას ის თქმელია? ეს იმის თქმელია, რომ ჩვენ ვიცით რაც ხდება, თუ ჩვენ ახლა გავჩერდებით, თუ ჩვენ ახლა ჩავთვლით, რომ აზრი არ აქვს ამას, რასაც ვაკეთებ და წავალ და სახლებში გამოვხსნები, ნიშნავს რომ ჩვენ დავნებდით და მაპატიეთ, მაგრამ ის ადამიანები გაცილებით უფრო მდგომარეობაში არიან აქტუალურად დაკავებული რეჟიმის წვეებით და ეხლა წარმოიდგინე იმათ თქვენ ხარდაჭერა, მაგრამ ჩვენში ჩვენ გვჭირდება ეს ხარდაჭერა, ხო? ანუ ზია არის სისტემის წვე, ხო? როგორც მედიის წარმომადგენელი, როგორც მედიის დამფუძნებელი და ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც გავართ რიგში. ანუ ჩვენ არავის არ აქვს შვიდატყობის უფლება ახლა. რა ელოდება საზოგადოება, საფრთხე როგორია? რას შეგვიძლია უბრალოდ მოქალაქეებს ჟურნალისტი როცა არის ტყვე და როცა მას სვამენ ციხეში, ეს რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას? იცი რა, ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე როცა მედიის მიმართ ხორციელდება ეს სისასტიკე და ასეთი რეპრესიული მეთოდები, ეს უკვე ნიშნავს, რომ დიქტატურაში ვართ შესული ჩვენ და თავისთავად, როდესაც მედიას გააჩერებენ, აღარ იქნება მედია აღარ იქნება გაზირე ხვიაშვილის მოშინე ასეთი ჟურნალისტები დღესაც შეიქმნენ აჯარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან და მოითხოვეს ირაკლი გებუაძის სამსახურებრივ უფლებამოსილების შეჩერება. ახლა ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას. ამის კუჩაზე ამ შემთხვევაში თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარ! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარ! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას!
თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! ახლა შემოვერთდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს. მე გეტყვით, რომ ჩვენ ახლა აბუსერების ქუჩაზე ვართ და თქვენ თავს ადევნებთ ჟურნალისტების საპროტესტო მსვლელობას. დღესაც ისევ როგორც წინა დღეებში ჟურნალისტები შევიკრიბეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. მთავარ გზავნილებით თავისუფლებას გებუაძეს ბათუმის პოლიციის ამ საქმეზე მზიარობების საქმეზე და ვიდრე სპეციალური საგამოძიებო თავისუფლება მზიას! გებუაძეს ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირისიდან სავარაუდო დანაშაულებებს საუბარია დამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელზეც საუბრობს თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! ამ შეუძლებს ადვოკატი თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს ბათუმის პოლიციის მისვლაში ამაღლობას ასე ამაღლობელი საიას თავმჯდომარესთან ხუდოვანიძესთან საუბრობს იმაზე თუ როგორ იგზავნა და ბათუმის პოლიციის უფროსმა და საკუთარი კონდა არადევნო სამსახური მოპყრობას სამართლოს შენობაში ირაკის გებუაძის მხრიდან. შეამღლობელი შეუჩერდეს გებუაძეს უფლებამოსილება! შეუჩერდეს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკის გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს ასე იქნება საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! შეუჩერდეს გებუაძეს უფლებამოსილება! შეუჩერდეს! 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 თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზია ამაღლობებს! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! შეუჩერდეს გებუაძეს უფლებამოსილება! შეუჩერდეს! 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 თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! ქუთბოსადოնում საპროტესტო მსვლელობას ბათუმში აბუსერების ქუჩაზე ჟურნალისტების საპროტესტო მსვლელობა, რომლებიც დღეს ესეცნოში და ქარში გამოვიდნენ მოთხოვნით შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკის გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს, რომელსაც ჟურნალისტი და მედია გამოცემა თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! არადამიანურ დამცირებელ თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! ჟურნალისტების მოთხოვნაა, რომ
შეუჩერდეს სამსახურებრივ უფლებამოსილება დირექტორ გებუაძეს ვიდრე არ მოხდება იმ დანაშაულების გამოძიება, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ დირექტორ გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა. მე აქ გამარტავ რომ მოთხოვნა არის არა ის რომ ხანდობა დატოვოს დირექტორ გებუაძე მან გადადგეს. არამედ მოთხოვნა არის რომ მას შეუჩერდეს უფლებამოსილება, ვიდრე არ მოხდება ამ კონკრეტული საქმის გამოძიება, რადგანაც არსებობს კონკრეტული კითხვის ნიშნები და ასევე მზია ამაღლობელი საუბრობს არადამიანურ დამცირებელ მოპყრობაზე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის მხრიდან. ის არ არის ერთადერთი საპროტესტო აქციაზე დაკავებული არაერთი პირი საუბრობს იმაზე, რომ ირაკლი გებუაძე მას ეძავებდა დაკავების შემდეგ. ეს აღნიშნა ისიც რომ ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არაფერს ამბობს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რაც საუბრობენ კონკრეტული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი. ასევე ჩვენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუშვით შეკითხვა, გამოიკითხა თუ არა ირაკლი გებუაძე, მაგრამ უწყებაში ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. გოჩა ჟურნალისტს მოусვირეს მოქალაქეს. რა არის თქვენი გზავნილი დღეს ამ აქციიდან? თქვენ გიწევთ ტრანსპარენტის სისხლის სილის წილ. რას გამოხატავს ეს, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ჩვენი გზავნილი მთავარი მოვალეობის შეკრების არის, რომ ზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, რეჟიმის პატიმარი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, უკანონო პატიმრობიდან და ასევე აქ მთავარი ერთ-ერთი მოთხოვნა არის სხვა პოლიტპატიმრების და რეჟიმის წყვილების თავისუფლება. რაც შეეხება ბანერის მოწოდებას, ანუ ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ ჩვენი მოთხოვნების მისაღებად და ეგ მოთხოვნები არის მართალი, კანონიერი, სამართლიანი და აუცილებლად მიიქცევა ამის პირობას ვაძლევ. ამას გამოხატავს სწორედ ჩემს ხელში არსებული ბანერი. რას გამოხატავს ეს გზავნილი სისხლის სილის წილ? ავიცით რომ სილის გაწმისთვის ედავება პროკურატურამ მზია ამაღლობელს პოლიციაზე თავდასხმას. ამ თქვენ ფიქრობთ რომ არ არის ლოგიკური სილის გაწმისთვის უბრალოდ ასე მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის ბრალდება მზია ამაღლობლის მისამართით. რა თქმა უნდა, ანუ თავდასხმა თავის მხრივ არის ისეთი სიტყვა და ტერმინი, რომელიც გულისხმობს წინასწარ დაგეგვას, განზრახვას და რაღაც მასშტაბურ შეტევას. თავდასხმა, სილის გაწმას თავდასხმა, მაშინ ანუ რა ყოფილა რეალური თავდასხმა. ეგ არის წინასწარ შეციცნილი მუხლი, მოგონილი რომ რაც შეიძლება კაცრად დაისაჯოს ქალბატონო მზია. რაც შეეხება სილის გაწმას, სილის გასწმა უკანონობა ემსახურებდა და ნებისმიერი მოქალაქე ვინც იქნებოდა დარწმუნებული ვარ იმ შეურაცხყოფელ ფრაზებს, რაც მის მიმართ გაჟღერდა სილის გაწმით უპასუხებდა მინიმუმ, იმიტომ რომ იქ იყო შეურაცხყოფელი სიტყვები, იქ იყო დაძაბული სიტუაცია, აგრესიას ჰქონდა ადგილი მის მიმართ და ადამიანმა ფიზიკურად ვერ მოიწმინდა და სილის ანუ ალიყურის არწმით უპასუხა, რაც მე ვფიქრობ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და თავდასხმის კვალიფიცირება არის სამარცხვინო და კიდევ ერთხელ ამ ხელს აშიშვლებს რეჟიმს, რომელიც ემსახურება ოლიგარქ იჯინა ივანიშვილს და მის ხელმძღვანელს მოსკოვში კრემლის კურატორ პუტინს. თქვენ ფიქრობთ რომ ივანიშვილის განზრახვა არის კრიტიკული მედიის გაჩერება, დასუსტება, გაუქმება ქვეყანაში ეს ინტერესებს? რა თქმა უნდა, ანუ ივანიშვილის განზრახვა არის ნებისმიერი კრიტიკული აზრის შახშობა, ნებისმიერი მოქალაქის, ვინც მის პოლიტიკას და უკანონობას არ ეთანხმება, ყველას გაჩვენებოდა მით უმეტეს იმ მედიის, რომელიც რა ვიცი რეგიონის და ქვეყნის სახეა და ასახავს ყველა მოქალაქის გულისკივის, აშუქებს ყველა პრობლემას და ამის ნათელი მაგალითია, რომ ეს მიზანმიმართული იყო ბათუმელების მიმართ, გურამ ურვანიძის დაკავებას ადასტურებს, შემთხვევით გურამი ამსახური იქ საპროტესტო აქციაზე ხო 12 იანვარს როცა ის დააკავეს. შემთხვევით იდგა, ასრულებდა მის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, იღებდა დაკავების კადრებს და იგივე გებუაძე, რომელიც მილიციის უფროსის პოზიციაზე იმყოფება, როცა დააზუსტა ვინ იღებდა კადრებს და უთხრა გურამმა მე ვიღებდიო და შემდეგ უთხრა ბათუმელების ოპერატორი ვარ და სამსახურეობრივ ფუნქციებს ვასრულებო, მიზანმიმართულად დააკავა და როგორც გურამმა გვითხრა, სადა ტელეფონის წარსულება და მასალების წაშლა. თქვენ ეს მოისმინეთ, რომ ირაკლი გებუაძე მას კითხა, თუ რომელ მედიას წარმოადგენდა? შემთხვევით იყო გურამი, როცა დააკავეს, ხელებატეული იღებდა კადრებს, შემდეგ სოციალებში და მედიაში გავრცელდა კადრები, როცა
გურამი ანუ ვინ იღებს კადრებს გებუადე გითხულობ გურამი უდასტურებს მე ვიღებ და ბათუმელების წარმომადგენელი და ჟურნალისტი ვარო ესეც სოციალებში დევს ანუ აღნიშნული კომუნიკაციის სამსახური ვიდეო და მე იყავი და ამას გავადასტურებ საქართველოს უცხარი მოსამართლე დარბაზდანო ადგილი არ ქონია არავითარ კანონდარღვევას გურამ ურვანიძის მიერ მე ვფიქრობ რადგანაც ბათუმელების ოპერატორი იყო განძრახ დააკავა იმიტომ რომ დამატებით ანუ გაესაჯა ბათუმელებიდან ეჭკალეთი. თქვენ ესწრებოდით ასევე სასამართლოს ხდომას, ხო? გურამ ურვანიძის, რომელიც ბათუმელების ვიდეო ოპერატორია. რა ნახეთ ამ სასამართლოს ხდომაზე, რა გამოჩნდა თქვენთვის, როგორც ერთი მოქალაქე? სასამართლო ოფიციალურად ჩვეულებრივი საჩირკო სანახაობა იყო. ამ ავტობუსი გადავიდა სავანარძელზე. ჩვეულებრივი საჩირკო სანახაობა იყო, სასამართლო არ შემიძლია და ვერ ვუწოდებ მას. მოწმე პოლიციელების ჩვენებები იყო ურთიერთგამორიცხავი და საპირისპირო, მაგალითად გურამის კითხვაზე თუ საიდან ჩასვეს დაკავებული მანქანაში პოლიციის მანქანაში ერთმა მოწმე პოლიციელმა უპასუხა მარჯვენა მხრიდანო, ხოლო მეორე მოწმე პოლიციელმა უპასუხა მარცხენა მხრიდანო და ეს ერთი ფაქტით ნათელი მაგალითია იმისა, რომ ისინი არიან სრულ მოწმეები, ისინი წინასწარ შეთანხმებულ ტექსტებსაც კი ვერ იმეორებენ და ვერ იდეპირებენ სამართლო პროცესის წარმოსათქმელად და გურამი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ამისთვის აუცილებლად დაიშჩებიან ის პირები, ვინც უკანონოდ დააკავათ ჩვენება მისცა და იგივე ის მოსამართლის მანკიაში ანუ გამოწყობილი ქალბატონი, რომელიც მოსამართლე ვერ იქნება. ირმატაგოძე, ხო? რომელიც საინტერესო რომ არ დაინტერესდა ვიდეო კადრებით, რაც თქვენ ახლა აპარაკობთ, რასაც იღებდა გურამ ურვანიძე მის დაკავებამდე, ხო, როცა მას შეუშალეს, შემდეგ პოლიციელებმა ხელი თავის სამსახურო გამოცდილებაში და დააკავეს, მაგრამ მანამდე ის ამბობს იღებდა ვიდეოთი, ეხლა ეს ვიდეო არის გურამ ურვანიძის ტელეფონში, რომელიც ჩამორთმეულია და შეშინების საქმეთა სამინისტრო. დიახ, არ დაინტერესებულა გურამის ტელეფონში ასახული ვიდეო მასალა იქნებოდა იმ მოცემული სიტუაციის მიცემულებამ თავარი პირდაპირ და ნეიტრალური მიცემულება. კი ბატონო, იმიტომ არ დაინტერესდა რომ ქალბატონმა ელმა მიცოდა რომ ანუ თავისი რეჟიმის სარგებლოდ ვერ გამოიყენებდა აღნიშნულ კადრებს და ამიტომაც არ მისცა უფლება რომ პროცესი გადადებულიყო, ამოღებულიყო კადრები და სიმართლე გარკვეულიყო. სხვა პროცესზე ვეცლებოდი, სადაც მტკიცებულებები წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც იყო აღწერილი ზოგადი სიტუაცია და იგივე ირმატაკონიძემ განმარტება გააკეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები ზოგადიო, არაა კონკრეტულიო, ასევე ვიდეო კადრები არ ასახავს სამართალდარღვევის ფაქტსო, 45 დღის განმავლობაში რო არ დაგაკავესო და 46 დღეს დაგაკავესო, ჩემი შინაგანი წვენა მკარნახობთ, რომ 46 დღეს ანუ ჩაიდინეთ სამართალდარღვევა და ამის მერე რავი, აღგლის არა აქვს არანაირი მტკიცებულების მიტანა, რომ არის ვერტიკალი რეჟიმის პოლიციის ხელმძღვანელობა, სასამართლო, მოსამართლეები, ანუ ერთი პიროვნების დაქვემდებარებაში არიან და ასრულებენ რეჟიმის დავალებებს. მადლობა, ეს გოჩემ ჟავანაძეა, აქტივისტი, რომელიც გვესაუბრებოდა ეხლა კონკრეტულ სასამართლოს ხდომებზე, როცა ზიამაყობელს შეუფარდეს ახლეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ასევე გურამ ურვანიძეს ბათუმელების ვიდეო ოპერატორს, რომელიც ზიამაყობელის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს, ის საპროტესტო აქციაზე, მაშინ როცა იღებდა ვიდეოს სხვა აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებ, მას შეუშალეს ფაქტობრივად ხელი პოლიციის თანამშრომლებმა იმისთვის, რომ არ გადაეღო ვიდეო, სამართლის დანაშაულია, ეს კარგად უციან პოლიციელებმა, ამის ნაცვლად პირიქით გურამ ურვანიძე დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მას 8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმატაგონიძემ. ეს შემთხვევა ადასტურებს პოლიციის ხელმძღვანელი პირების განზრახვას, ერთგვარ თავდასხმას გამოცემა ბათუმელებზე, რადგანაც ზიამაყობის დაკავების შემდეგ მეორე დღეს დააკავეს გურამ ურვანიძე სამსახურო მოვალეობის შესრულების დროს. როცა ეს ვიდეოს იღებდა საპროტესტო აქციაზე, აქციის სხვა მონაწილეების დაკავების პროცესს და საგულისხმოა ის, რომ მოსამართლე ირმატაგონიძე, რომელსაც 8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გურამ ურვანიძეს, ის დაეყრდნო სრულ პოლიციელებს
და მოსამართლეებმა რომ პოლიციელებმა რომ მიცრუეს ამ სასამართლოს ხომაზე ეს ძალიან მარტივად დადასტურდა თქვენ შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ პატრონების გვერდზე რადგანაც გურამურვანის მაგათ ერთი შეკითხვა რომელიც მხრიდან ჩასვეს საკავების შემდეგ პოლიციელებმა მანქანაში ერთი პოლიციელი ამბობს რომ ის ჩასვეს მარცხენა მხრიდან ხოლო მეორე პოლიციელი ამბობს რომ ის ჩასვეს მარჯვენა მხრიდან ასეთ ვიდეო კადრი რომელიც მხრიდან ჩასვეს გურამურვანიძე პოლიციის მანქანაში გარდა ამისა ყველაზე ნეიტრალური და უთყვარი მტკიცებულება ამ საქმეში იქნებოდა გურამურვანიძის გადაღებული ვიდეო კადრები რომელსაც დაკავებამდე იღებდა შემთხვევის ადგილზე ეს ვიდეო ახლა გურამურვანის მობილურ ტელეფონშია მობილური ტელეფონი კი ჩამოართვეს გურამურვანიძეს ეს შეგასახდა სამინისტროს სამჯერად მოსამართლეებს რომელსაც მიაწერეს ინფორმაცია ამ შესახებ ისა ნეიტრალური მტკიცებულებით არ გაინტერესებულა და დაერქნა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ვინც ახლა შემოვარდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს ვიგეთით რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად თუნდაც ეწყობა საპროტესტო მსვლელობა ჟურნალისტები საპროტესტო აჟღერებენ გზავნილს შეუჩერდეს სამსახურებრივ განცხადება დირექტორს ბათუმის პოლიციის დროს რომელიც ძიამაღლებელმა დარბოთმა მდიდრობენ ძალადობაში სამსახურის გამოძიება არც დაწყებდა ის მოხდა რომ 12 იანვარს უკვე საფრთხო დარბოთმა შეყოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოლიციის სამმართველოს შენობაში ფებრუარის წლიდან ჩამოსავლა განაშაულის შესახებ ამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ პასუხობს შექმნას დაიწყო თუ არა გამოსავლა ფებრუარის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო განაშაულზე ასე გამოიწვია ესეც შეიკრიბნენ ჟურნალისტები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გააშკარეს მოთხოვნები თავისუფლება მსიას შეუჩერდეს უფრო მოსულება ირაკლი გებუაძეს რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია თავისუფლება მსიას! თავისუფლება მსიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს! ეკო გეტყვით რომ ჟურნალისტების მოთხოვნა არის რომ შეუჩერდეს სამსახურებრივ უფლებამოსილება გებუაძეს მოთხოვნა არ არის გებუაძის თავიდან გადადგომა ან წასვლა რადგანაც დასაბუთებული არის სწორედ ეს მოთხოვნა რომ ვიდრე გამოძიება არ ჩატარდება გებუაძის მხრიდან რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ბუნებრივი აქვს თავისი გავლენები სამსახურებრივი გავლენები თავისი პოზიციიდან გამომდინარე მანამდე ლოგიკურად და სამართლებრივად დასაბუთებულია მოთხოვნა რომ უნდა შეუჩერდეს მას გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება. ის რომ ირაკლი გებუაძე გავლენას ახდენს ამ პროცესში, ამას ადასტურებს ისიც რომ 12 იანვარს შევიდა შეთხოვინება საგამოძიებო სამსახურში ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ, მაგრამ ამ დროს სპეციალური საგამოძიების სამსახური არაფერს ამბობს დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესახებ, ან გამოიკითხა თუ არა ირაკლი გებუაძე. Kocha, მოგესალმებით, kocha სკოლას მოუსწრია. რას ამბობს ნოემბერის იმაში და ხარჯაი ასეთი ომიდობის პირობებშიც კი თქვენ გამოდიხართ და აწყობთ საპროტესტო მსვლელობას. ცირე ჯგუფების ბრძოლა ბათუმში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი ჟურნალისტის ძიამაღლობელის გათავისუფლებისთვის, რომელიც დაატყობა სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ბათუმში. თავისუფლება მსიას! რომ ხელისუფლება არაფერზე უკან წამსვლელი არ არის, ყველას ვისაც სურს გამოხატვის თავისუფლება, სიმართლის ყველას უპირებს ციხეში გამოკეტვას. ჩვენ არ დავიქცევ ეს თქვენ ასეთ ავდარში, ასეთ საშინელ ამინდში ჩვენ გამოვედით, მცირე ჯგუფი საღამოს უფრო მასშტაბურად შეიკრიბება მთავრობის აქთან
საპროტესტო აქციის მონაწილეები და უფრო უხეშად, უფრო ხმაურიანად გამოვალ ქუჩებში. ხელისუფლება უნდა დაიხიოს უკან, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლებელი. ისინი გამოძიებასაც კი არ იწყებენ, ხო? რომელიც ოძალა და ირაკლი დგებულაძემ იძალა და მასზე ფიზიკურად, მორალურად შეაფუთხა სახეში აგინა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არავის არ უნახავს ბათუმში ქალისუნად მსგავსი ძალადობა და არ შერჩება არავის. კანონის სოლისიკაცი უნდა დაისაკეს. მიუხედავად იმისა, რომ ესენი მოძალადეები არიან, მე მჯერა რომ მათაც არ მოსწონს ის, რასაც ირაკლი დგებულაძე და გრიგოლ ბესელი აკეთებს აკარაში. მადლობა, ეს ქუჩაში გულაძე იყო აქტივისტი, რომელიც ახლა ეშერებდა თავის ძალებს დასაბუთებას, თუ რამოთხოვით უნდა შეუჩერდეს უფრო მისულება ირაკლი დგებულაძეს ბათუმის პოლიციის უფროს. ჩვენ ახლა გორგილაძის ქუჩაზე ვართ, გრძელდება საპროტესტო მცდელობა, დღესაც ჟურნალისტები შეიკრიბნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროების პოლიციის საქართველოს შენობასთან და მოითხოვეს ირაკლი დგებულაძის ბათუმის პოლიციის უფროსის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება. შემდეგ კი ჟურნალისტებმა მოვაწყოთ აი ეს საპროტესტო მცდელობა ბათუმის გამდიდრებულ ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს შენობიდან ეს ჟურნალისტი ბუთა ორჯონიკიძეა, რომელიც მიუძღვება ახლა წინამ საპროტესტო აქციას და მეგაფონით აიჟღერებს ამ საპროტესტო აქციის გზავნილებს. ჩვენი ბრძოლა მის და ყველა პოლიტიკური კადრების დასათავისუფლებლად გახდება უფრო მწვავე. ამასთანავე ჩვენ ვითხოვთ ირაკლი დგებულაძის უფლებამოსილების შეჩერებას, ვინაიდან როგორც მზია ამაღლებელმა და ამ გადაწყვეტილება მის მიმართ არ მიქონდა არაადამიანურ მოგრობას. ირაკლი დგებულაძე მას შეაფუთხა, მას არაძლევდა საკუთარი სახელობის შესაძლებლობას. ეს ნესტაციის ხოძიან ეს გაზეთის რედაქტორი ფერმის პოზიციის ფრენდი ბათუმის საპროტესტო მცდელობიდან იქოს ადორებს საპროტესტო მცდელობას ბათუმში თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ სილის გაწმენდისთვის პოლიციაზე თავდასხმის ბრალდება, qalbi ბრალდება წარდგინა პროკურატურამ ამაყობს და ის გაუშვეს პატრონობაში, მას პატრონობა შეუფარდა 14 იანვარს მოსამართლე ნინასტინა საფრთხეაშვილმა. ეს მოსამართლის გაწყვეტილებას, რომელსაც ხუთასორის სისხლისამართლის კვალიფიკაცია არ აქვს, საერთო იურისტები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლოს უკანონო შემადგენლობა განიხილა სიამაღლობელი საქმე. ამას აკრიტიკებენ არაფორდას სხვა უკანონო ორგანიზაციები, არამედ სამხედრო დამცველიც კი მან სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით უკვე მიმართა და ეს სააპელაციო სასამართლო როგორც განიხილა სიამაღლებელისათვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების შეფერილობა.
სტუდენტები მოვიდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ეს რამდენიმე ღამეა რჩებიან სტუდენტები ამ შენობაში ხელოვნების უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად. ისინი აპროტესტებენ ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის და კონკრეტული 4 სტუდენტის დაკავებას სისხლის სამართლის წესით. ისინი ძალადობის მუხლით დააკავეს. მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში, მინდა გითხრათ, რომ მამუკა ჯორბენაძე, რომელიც დაკავებულია და არის წინასწარ პატიმრობაში იყო, აქტიურად ჩართული სტუდენტების გაფიცვის პროცესში. გაფიცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ 20 სტუდენტს და მამუკა ჯორბენაძეს ამ უნივერსიტეტში აკავებენ ძალადობის მუხლით. ამ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების და არაერთი ლექტორის პოზიციით ეს საქმე არის პოლიტიკური და ამ გზით გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის რეჟიმმა იმ სტუდენტების დასჯა, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, რომლებიც აპროტესტებენ, ამბობენ არ შეეგუებიან ქვეყნის ევროპული გზის ჩაკეტას. ამიტომაც ისინი უკვე რამდენიმე ღამეა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ათენებენ ღამეს. Ხედავთ აი ამ სტუდენტების ფოტოს, რომელიც გამოკვლია ახლა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შესასვლელთან კარებზე. ეს მამუკა ჯორბენაძეა, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი ამ უნივერსიტეტში, რომელიც დააკავეს ასევე სისხლის სამართლის წესით და ის და კიდევ 4 სტუდენტი ეკავებიან წინასწარ პატიმრობაშია. აქ ხედავთ ზამილებს, თავისუფლება გიორგი დავითაძეს, გაიფიცე, თავისუფლება გურამ მიქელაძეს. ჩვენ მოვიგებთ ომს, თავისუფლება დავით გვიანიძეს, თავისუფლება რეჟიმის პროექტს, თავისუფლება მამუკა ჯორბენაძეს. სტუდენტები გამოჩნდნენ აივანზე, რომელმაც გადმოფინეს თავიანთი გზავნილები და ბანერები სოლიდარობის ნიშნად. სოლიდარობა სტუდენტებს! სოლიდარობა სტუდენტებს! თავისუფლება სიამაყრობებს! თავისუფლება სიამაყრობებს! სოლიდარობა სტუდენტებს! სოლიდარობა სტუდენტებს! თავისუფლება სტუდენტებს და დეკანს! თავისუფლება სტუდენტებს და დეკანს! ხედავთ რომ ასეთი თუმიამის მიუხედავად ფაქტში პრესიერი წვიმა ქარია მოიწყო საპროტესტო მსვლელობა, ჟურნალისტების საპროტესტო მსვლელობა. ეს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მოვიდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ხედავთ სტუდენტებს, რომლებიც გამოვიდნენ უნივერსიტეტის აივანზე. საჩვენ გესმის საერთო გზავნილების სოლიდარობა სტუდენტებს, თავისუფლება სტუდენტებს, თავისუფლება მზიამაღლობელს, გესმის უკვე 2 წლიდან. ზალა სტუდენტების ერთობაში ასეთი პატრიოტები ჩამოშორებული სტუდენტებს უნივერსიტეტის აივანიდან. ასეთი სტუდენტების გზავნილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ისინი პროტესტის ნიშნად ღამით რჩებიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში და ითხოვენ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული, დაკავებული კონკრეტული 4 სტუდენტის და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას, ასევე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას საუბარია საპროტესტო აქციების, ბასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ. კონკრეტული პირების გათავისუფლებას ითხოვენ ეს ადამიანები, რომლებიც დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით, მაგრამ უფლებადამცველები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ავტორიტეტული ორგანიზაციები თახვდებიან, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობაა. თქვენ მოიხსენებათ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენი ვილსონიც კი საუბრობდა იმაზე, რომ მზიამაღლობელი და სხვა პოლიტიკური პატიმრები ივანიშვილმა უნდა გაათავისუფლოს. და ასევე ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული მოძრაობამ ღიად განაცხადა ევროინტეგრაციის კურსის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ პროტესტი გახდა საყოველთაო, რადგანაც საზოგადოებამ საქართველოში პირდაპირ და მკაფიოდ დაინახა თუ სად რჩება ჩვენი ქვეყანა
ჩვენი ევროპელი და მეგობრებთან და ამერიკელი მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ ასე რომ დღეს საზოგადოების გზავნილი ძალიან მკაფიოა რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას და ამ ქვეყნისთვის რუსეთზე გადაცემას და დაუშვებენ ივანიშვილის მხრიდან დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში. სულ საყოველთაო უწყლოდი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს, დააკავეს 500-მდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ხოლო 52 პირის მიმართ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის უკვე არის ჟურნალისტი კი ჩასვა ივანიშვილის რეჟიმმა, გისურვებს პირმა, მზია მაღლობელი, რომელიც გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის თანამდებობაზე ისიც სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას პოლიციაზე თავდასხმას ედავება პროკურატურა. თუმცა მზია მაღლობელი საუბრობს და ასე იურისტები და სამართალმცველები უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასება დღეს არის ძალიან მკაფიო, რომ ეს ბრალი არის უკადონო და მზია მაღლობელის დაკავების და მისთვის პატიმრობის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი საერთოდ არ არსებობდა. გესმით გზავნილი დღეს რომელიც არაერთხელ გაჟღერდა და ამ მოთხოვნით შეიკრიბნენ ჟურნალისტები დღეს კიდევ ერთხელ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, ხოლო შემდეგ მათ მოაწყო საპროტესტო მსვლელობა. ეს მოთხოვნა არის შეუჩერდეს სამსახურებრივ უფლებამოსილება ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ვინაიდან მზია მაღლობელი საუბრობს იმაზე, რომ მისი დაკავების შემდეგ მას ადგილი ჰქონდა არადამიანური და დამცირებელი მოპყრობას ირაკლი გებუაძის მხრიდან კონკრეტულად. ასე ჩვენ ნახეთ ვიდეო ჩანაწერი თუ როგორ ემუქრება და როგორ აგინებს ირაკლი გებუაძე მზია მაღლობელს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, აქამდეც ჰქონდა რეგიონში არაერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეები საუბრობდნენ ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. და დღეს საპროტესტო აქციით დაკავებული სამართლებრივი საუბრობენ იმაზე, რომ ირაკლი გებუაძე ძალადობდა მათზე დაკავების შემდეგ სამართლებრივ შენობაში. საინტერესო ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ არის, რომ ძალიან ზოგადად არცერთი პოლიცია და სამართლებრივი გამოაჩინა სიამოვნების შემთხვევაში, რომელიც ჟურნალისტია და გამოცემა ბათუმელების თანამდებობია, გამოძიების დაწყების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომ უწყებას ასევე დაუსვით შეკითხვა არაერთხელ, გამოიკითხა თუ არა ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი, მაგრამ უწყებაში ამ შეკითხვასაც ვერ უპასუხეს. ჟურნალისტებმა დღესაც დაამოსეს, რომ ისინი შეიკრიბებიან ყოველდღე მუდმივ რეჟიმში გააპროტესტებენ ჟურნალისტის დაპატიმრებას, ჟურნალისტის პოლიტიკურ პატიმრობას, თუმცა არა სამართლებრივი საფუძველი გააპროტესტებენ ამას, ასე მოითხოვენ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი გებუაძეს, ვიდრე არ მოხდება იმ დანაშაულების გამოძიება, რაც ლაპარაკობენ მზია მაღლობელი და კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს ამ საპროტესტო აქციაზე და ისინი საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე. დღეს ჟურნალისტები შეიკრიბნენ ისევ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე და შემდეგ მათ უკვე მოაწყეს საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში და ესე მოვიდნენ გამოცემა ბათუმელების რედაქციამდე. ეს უმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.